ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენი პროექტი სახელწოდებით უზენაეს საფრთხის პროექტი ჯგუფის სახელწოდებით საქართველოს გუში დღეს ხვალ წარდგა თქვენ წინაშე ერთი კვირის შემდეგ ჩვენთან სტუმრად არის უზენაეს საფრთხის თვალსაჩინო წარმოადგენელი ბატონი აზორ სიჭირავა, მოგესალმებით ბატონო აზორ, მადლობა რომ მოგზანდეთ და ახლა ისეთ გარემოცვაში ვარ და ისეთ საიტნოჩი სახელმწიფოებრივად რომ ამას უთქვის საშუალებაც არ აგვაქვს და ერთი კვირის წინ თუ გახსოვთ მადლობა ამ ტელევიზიას და კიდე ზოგიერთმაც გააჩუქა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ეზოში სადაც აზვირთდა ეროვნული მოძრაობა როგორც კი მერაბ კოსტავა გამოვიდა სიდის ციხიდან ჩვენ უზენაეს საბჭოს ჯგუფმა გამოხატა ჩვენი პროტესტი დამოკიდებულება და განგაშის ზარი შემოყარით მიწის გაყიდვის არაბიზაციისა და უმოწყალოდ მის შესახებ განიავების შესახებ ამაზე ვილაპარაკებთ აუცილებლად და ახლა უკვე კიდე წამოგვეწია ესეთი თემატიკები ჩვენ შევუდგებით ამ თემატიკებს სამი თემატიკა იქნება ძირითადად განხილული და უპირველესად უნდა დავიწყოთ ბატონო აზორ ალბათ ჩვენ ვილაპარაკებთ ამის შესახებ დიპლომატიური აღიარება არ აღიარების შესახებ მოგახსენებათ რომ ნაურო ესეთი პატარა ქვეყანაა რომელმაც გამოიწვია ასე ვთქვათ ელჩები და უნდა შეხედა მოვლენებს გარე გლობალურ პროცესებს და 2008-ში იყო ხო ეს აღიარება ის გამოიწვია ელჩებიც და ასე შემდეგ მოკლედ პროცედურა მიმდინარეობს იმისკენ რომ გარკვეულწილად გლობალისტურ კონტექსტში ჩაჯდეს ეს პატარა ქვეყანა და შესაბამისად რაღაც გარანტიები მიიღოს სახელმწიფოებრივი და სუვერენული ახლა ჩვენ ბუნებრივია ამაზე მთელი ძალისხმევა თუ არა უდიდესი ყურადღება აქეთკენ უნდა იყოს მიმართული და ჩვენ უზენაეს საბჭოს დეპუტატთა ჯგუფი ბატონი აზორი რა თქმა უნდა კიდე ნიკა სამებლიძე კიდე თვალსაჩინო ადამიანები რამოდენიმე ათეულობით არის უკვე გამოვდივართ წინადადებით რომ აფხაზეთის უზენაეს საბჭოს მიმართოს კონკრეტულად უზენაეს საბჭოს მოქმედმა ასე თქვა ჯგუფმა რამე თუ განსაკუთრებით ვენესუელა და სირია არის უნიშნულოვანესი ამ თვალსაზრისით რომ მათ ეს გამოწვევა უკან წაიღონ და სრულფასოვნად ასე თქვა აღადგინონ ეს სუვერენული უფლება საქართველოსი გამოიწვიონ ასე თქვა აღიარების რუსების სეთის ზემოქმედებით რომ მოხდა ესე აღიარება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის იქ განგაში არის ესე ატეხილი კარგად ვიცით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეს კარგია ჭუაზე თუ მოვლედმით უკეთესი იქნება მათთვის მაგრამ ჩვენი საკათებელი უნდა გავაკეთოთ ამიტომ ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა არის აფხაზეთის უზენაეს საბჭოსადმი რომლის ვალდებულება არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამართლებრივი დიპლომატიური მისი სრულეროვნული უფლების რეალიზაცია ძირითადი დანიშნულება სხვა ფუნქციასთან ერთად ეს არის და რამე თუ უზენაეს საბჭო არის გარანტი იმისი რომ აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი მათ შორის მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ხო ჩატარდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მთლიანად ტერიტორიაზე რომელიც ცნო თელმა კაცობრიობამ ხო მსოფლიო საზოგადოებამ დამატებით კიდე ასევე აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი რომელიც უმნიშვნელოვანესი წარმატებით დაგორგონდა ასევე ცხინვალში დემონტაჟი როგორც ასეთი საბჭოთა დემონტაჟი და სოფლიოში ყველა მათ შორის რუსებმაც ხმა ვერ ამოიღეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გაუქმების ასე თქვა თაობაზე ჩვენ ძალიან ბევრი კოზირები გვაქვს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ადმინისტრაციას მივმართავთ ჩვენ უზენაეს საბჭოს ჯგუფი აფხაზეთის უზენაეს საბჭოზე შესაბამისად იმ მთავრობას რომელიც ემორჩილება ამ გადაწყვეტილებებს რომ დაიწყონ აქტიური თანამშრომლობა
de facto ხელისუფლებასთან და იმ ძალებთან გარეთ მით უმეტეს პროცესები ჩვენ სასარგებლოდ არის უკრაინაში მიმდინარე ასე ვთქვათ პროცესები და თუნდაც ახლა კიდე სენატში მიმდინარე პროცესები სადაც უკვე ამერიკის სენატი დღე-დღეზე მიიღებს ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას ირანი, რუსეთი, ჩინეთის ასე ვთქვათ სასარგებლოდ მოქმედი რაღაც აი ამ ფინანსური მაქინაციების შესახებ და გარკვეულწილად საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნება არსებულ ხელისუფლებას. ამიტომ ჩემი მეგობრები არიან იქ ბევრი, ჩვენ ფრონტის ხაზი ერთად გამოვიარეთ, გადადგეთ მამაცი, გაბედული, პრაგმატული, რაციონალური ნაბიჯები და ის ვერდიქტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ბნელი ძალების წინაშე, თქვენ უნდა აღასრულოთ. დამორწმუნოთ, თქვენ თუ ამ ნაბიჯს გადადგათ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენს გვერდით დადგება და იქნებ ხელისუფლება შემოტრიალდეს. თუმცა მე დიდი ამის იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც იმედი გამოთქვათ. ყოველ შემთხვევაში ერის დიდი კონსოლიდაცია მოხდება, ეროვნული თანხმობა მოხდება და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წიაღწევები იქნება კიდევ სხვა მიმართულებითაც სახელმწიფოებრივი. ბატონო აზო, თქვენი აზრი ყოველთვის საინტერესოა და ამ თემაზე ახლა ამ თემას შევუდგეთ. მადლობთ. ჩვენი სახელმწიფო მოხსენება, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი უმნიშვნელოვანესი პრობლემა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მე აი რეიტინგებს რო ატარებენ, ხო, ბუნებრივი სოციალური საკითხებია, კულტურული საკითხებია და ასე შემდეგ. მაგრამ საკითხთა აი ამ ნუსხაში უპირველესი ადგილი უნდა ეკავოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვიცით როგორ მოხდა, რა მოხდა, როგორ დავკარგეთ ჩვენ კონტროლი საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, ისეთ ნაწილებზე, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის ასე ვთქვათ ხერხემალი იყო საუკუნეებში და ასეც უნდა იყოს, ეს არის ისტორიული აფხაზეთის დიდი ნაწილი და შიდა ქართლის დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ცხინვალის რეგიონად მოხსენებთ ამჟამად. ხო, მოხდა ისე, რომ 90-იანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელიც რასაკვირველია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მაყოფილებას იწვევდა საქართველოში, როგორც შევოდა იმპერიას, ანტიქართული საქმიანობის წაქეზება მოხდა და აი ამას გაღვივება. კი ბატონო, წაქეზება, გაღვივება და აი ამის შედეგად 1992-93 წლებში საქართველოს ისტორიული მხარიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მოსახლეობა იძულებული გახდა, საქართველოს მოსახლეობა იძულებული გახდა გადახვეწილიყო დანარჩენ საქართველოში. ეროვნული ნიშნით ეს აღსანიშნავია. ფაშისტური დღევანდელი ფაშისტური კრიტერიუმებით არის შეფასებული. კი ბატონო და ამ პროცესს ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის შვილობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები, დანაშაულო ადამიანები. დიახ, სხვათა შორის ბატონ თენგიზ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ამ საკითხზე გამოსცა წიგნი. სადაც ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ნუსხაც არის სოფლების მიხედვით. ასეთივე პროცესი განვითარდა შიდა ქართლის ცხინვალის რეგიონად წოდებულ ტერიტორიაზე. იქაც ჩვენი მოსახლეობა იძულებული საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა ცოტა ისეთი საქართველოს მოქალაქეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ეს ტერიტორია და დღეს არიან იძულებით გადაადგილებულნი, ტოლვილნი. ამის შემდეგ აგრესორმა სახელმწიფომ, რომელიც ხელს უწყობდა აპროვოცირებდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას, სხვა რესურსებიც გამოიყენა, მათ შორის ცნობა ოკუპირებული ტერიტორიების. ამ პროცესს
სოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბუნებრივია მხარი არ დაუჭირა. და დღეს ჩვენ როგორც გაეროს წევრი ქვეყანა ცნობილი ვართ გაეროში გავწევრიანდით იმ საზღვრებში რომლებზეც დღეს კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ეს არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ეს არის შიდა ქართლის ისტორიული მხარის ქვეყნის ცენტრალური ასე ვთქვათ პროვინციის ნაწილი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, დღევანდელი ცხინვალის რეგიონი. ზოგიერთმა სახელმწიფომ პირველად რუსეთმა ცნო და შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ცნო ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე წარმოშობილი ეგრეთ წოდებული უკანონო სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული უკანონო სოფლიო სახელმწიფოთა მიერ არ ცნობილი სახელმწიფოები ცნეს. დიახ. ხო, აი ამ პროცესის გავითარება, გაღრმავება, როგორც ვთქვი, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, მან ვერ მოახერხა. თვით აი რუსეთის მოკავშირემ სტრატეგიულმა ბელორუსიამაც კი არ დაუჭირა ამას. თავი შეიკავა. დიახ, თავი შეიკავა, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, იმიტომ რომ ცოტა წინ გაიხედა და ანგარიში გაუწია მსოფლიოში. ხიფაჩი თავის ჩაგდება არ მოინდო. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ანგარიში გაუწია. და აი ამ სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც აღიარეს საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ახალი სახელმწიფოების წარმოშობა, ამ სახელმწიფოთა რიგიდან ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო, მაგრამ ეს ამას თავარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პრეცედენტი შეიქმნა უკვე. ესე იგი, დაახლოებით 18 წლის შემდეგ, მისი აღიარებიდან 18 წლის შემდეგ, უკან წაიღო ეს თავისი აღიარება. გამოიწვია, ერჩევი. უკან წაიღო და შესაბამისად ეს ტერიტორიები, ისტორიული ქართული მხარეები ცნო საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იურიდიულად და პრაქტიკულადაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს არის ბზარი, რომელიც გაღრმავდება აუცილებლად გაღრმავდება, იმიტომ რომ სოფლიოში მიმდინარე პროცესები ამის წინაპირობას იძლევა. ყველანაირად. ახლა აი ამ პროცესში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს როლი და ფუნქცია. მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ასე ვთქვათ, პარალელურად აფხაზეთშიც ტარდებოდა დაახლოებით იმავე დროს ჩატარდა ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები, დაკომპლექტდა აფხაზეთის საკანონმდებლო ხელისუფლება. შემდეგ რაც მოხდა, ყველას მოგეხსენება, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არა თავისი ნებით, ჩემი ხმაწმენით, გარედან, ასე ვთქვათ, ბიძგით და მხარდაჭერით და ყველა, ასე ვთქვათ, რესურსის გამოყენებით ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოვიდა. ამას ხელი შეუწყო ჩვენთანაც მიმდინარე ცუდმა პროცესებმა, საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობამ და უკანონო ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გახსოვთ მაშინ მიიღეს ეგრეთ წოდებულმა სამხედრო საბჭომ მიიღო როგორ არ გვახსოვს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია აღადგინა. სწორად სპორტ სასახლეში რო იყო თუ გახსოვთ. არ დავასახელებ შემადგენლობას. შეგნებულად. ხო. ესე იგი ეს იყო რბილად რო თქვა ძალიან არასერიოზული დანაშაულებრივი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული. ეს იყო უზენაეს საბჭოს და ზუსტად გამსახურდია წინააღმდეგ მიმართული მტრული და ვენდეტა და შურისძიება, მე მგონი დამეთანხმდა. კი ბატონო, ესე იგი ოღონდაც საქართველოს არჩეული ხელისუფლების ავტორიტეტი შელახულიყო, მისი, ასე ვთქვათ, როლი დაკნინებულიყო, ყველა ზომა მიიღეს, ყველაფერი გააკეთეს და მათ შორის ისეთი ნაბიჯები გადადგეს. იარაღის გამოყენება, ძალის გამოყენება, მოქალაქეების
დახვრეტა მოქალაქეების რეგიონების აწიოკება. ბატონო, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი აქ, აი ჩემის აზრით, ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურადაც, აქედან გამომდინარე, ის არის, რომ აი ამ პროცესში იმ დროს ხელისუფლებად წოდებული ჯგუფი საკუთარი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგაც გამოვიდა. ესე იგი, თავისი აი სახელისუფლებო ინტერესებისათვის მან ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები გაწირა. ეს არის ამას ახლა რაც არ უნდა შევფუთოთ, ამას ქვია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი ღალატი. ბატონო აზო, უკაცრავად ჩაგერთვებით აფხაზები, ჩვენ ორ რამეს გვიყენებენ პრეტენზიას. ერთი ეს, როგორც ასეთი, რომ თქვენ გაუქმებთ ჩვენი სტატუსი, ჩვენგან დამოუკიდებლად, ასე ვთქვათ, დაამხეთ საკუთარი ხელისუფლება, გამოაცხადეთ თვითმარქვია ხელისუფლება და ჩვენი ავტონომიის, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტი, მოდი პირობითად ვთქვათ, ესეც შეზღუდეთ და მეორე თავს დაგვესხით, ასე ვთქვათ. აი ეს არის ძირითადი ორი. ნუ ხა ეს ბატონო თენგიზ უფრო საბაბია ვიდრე მაგრამ ეს არის იყენებდნენ ამას და მუშაობდა ბატონო საბაბიც არ უნდა მიგვეცა. ხა ის რომ ჩვენ ავტონომია გავაუქმეთ, ახლა სამხედრო საბჭო იყო აი ძალადობით შექმნილი რაღაც სტრუქტურა და ბანდიტური და ამის მიერ განცხადებული სადღაც კლუბში და სადღაც ასე ვთქვათ საველე პირობებში განცხადებული რაღაც ასე დოკუმენტის მიღება ეს არის ყველასაკვირველი არც ლეგიტიმური და არც ქართველი ხალხის ნების გამოხატული. რასაკვირველია ქართველმა მან ნება უკვე გამოხატა კონსტიტუციაზე. ქართველმა ხალხმა კონსტიტუციურადაც და რეფერენდუმითაც და გადაწყვეტილებებითაც გამოხატა ის რომ საქართველოს სახელმწიფო უნდა იყოს იმ საზღვრებში, რასაზღვრებშიც ჩვენ სახელმწიფო დამოუკიდებლობა აღვადგინეთ და რასაზღვრებშიც ისტორიულად ქართული სახელმწიფო არსებობდა ოფიციალურ ტერიტორიაზეც, მაგრამ ამ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობა ცნო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. დიახ. ამ პირობებში ბუნებრივია ეს არ უნდა მოხდარიყო, მაგრამ გაიხლიჩა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოც და საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, 100,000-ობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ტერიტორია. დევნილად იქცა. მათ შორის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოც. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, ეს არის დევნილი უმაღლესი საბჭო, რომელმაც მოგვიანებით აღიდგინა თავისი სტატუსი საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. შემდეგ აფხაზეთის სოხუმში არჩეული უმაღლესი საბჭო შეივსო საქართველოს პარლამენტის იმ წევრებით, რომლებიც აფხაზეთში იყვნენ არჩეულები და დღესაც ორგანო ფუნქციონირებს როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება. ერთი გამორჩა აი იმ კონსტიტუციაში, რომელიც 21 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, კანონიერმა არჩეულმა ხელისუფლებამ დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში ამჟამინდელი აფხაზეთი შედიოდა ავტონომიური უფლებით. ეს უფლებები აფხაზებთან და იქ ცხოვრებ ქართველებთან და სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შეთანხმებით, კონსულტაციებით ტარდებოდა და აი ამ შეთანხმების შედეგი იყო და ეს კონსტიტუცია შეაისახა. ასე რომ არც მაშინ, როცა ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდა 18-21 წლებში და არც ამჟამად, როცა ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ 1991 წლიდან, ქართულ სახელმწიფოს არ ხელუხლია აფხაზეთის ავტონომიური უფლება. ახლა უშუალოდ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიმართვაზე ჩვენი საინიციატივო ჯგუფმა კიდევ ერთხელ გემეოროთ უზენე მიმართავს ახლა ამ თემაზე. ბატონო, ნუ ხეს ბუნებრივია ჩვენ გამოვდივართ, მაგრამ საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატებთან კონსულტაციით და იმ ადამიანების უფლებამოს მინდობილობით ასე ვთქვათ, კეთილინების საფუძვლად. ბატონო, ჩვენ ამ შემთხვევაში წარმოადგენთ საქართველოს უზენაეს საბჭოს დეპუტატთა ჯგუფს, რომ აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური ასე ვთქვათ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის
საგარეო პოლიტიკურ სივრცეში ცნობადობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებები გამოგვეთქვა. ჩვენ ბუნებრივია ეს დირექტიული არ არის, ჩვენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს როგორც საყოველთაო არჩევნებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი არჩეულ ორგანოს ვთხოვთ, რომ ეს ჩვენი შეხედულება განიხილოს უპირველესად და მიიღოს ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილება და დუმილის რეჟიმში არ აღმოჩნდეს. ეს უნდა იყოს ძალიან გარკვეული. ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ახლა ითქვა აქ თქვით რომ აი ეს აფხაზეთის გარეშე უცხო სახელმწიფოების მხრიდან ცნობის პროცესს ბზარი გაუჩნდა. ახლა როცა ეს საკითხი გახმიანდა და ადამიანები ამაზე საუბრობდნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რა მოხდა, მე სახა პატარა სახელმწიფოა, ერთ სოფლის ტოლო სახელმწიფოა. ამ შემთხვევაში, როცა სოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობა იქნება, იურიდიულად, სამართლებრივად და უფლებრივად სახელმწიფოები თანასწორნი არიან. ეს ფაქტი ჩვენთვის არის ძალიან სასარგებლო ფაქტი, იმ თვალსაზრისით, რომ ის რაც მაშინ მოხდა, არ იყო ნებაყოფლობითი აქტი. ხა მე რაღაცა ჰიპოთეზებში არ გადავალ, მაგრამ ფაქტია რომ ეს სახელმწიფოები ვიღაცამ შეაგულიანა. ვინ შეაგულიანა, ამას დიდი კვლევაძიება არ უნდა, მაგრამ ფაქტია რომ დღეს თითქმის 200 წლების შემდეგ ერთ-ერთმა სახელმწიფომ ოკეანეთში მდებარე სახელმწიფომ ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ეს სახელმწიფო პატარაა, დიდია, ჩვენ უნდა ასე ვთქვათ მივიღოთ როგორც კეთილსურველი, კეთილდაწყობილი ჩვენს მიმართ და ეს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებად უნდა აღვიქვათ. ახლა ზოგჯერ არის აი საგარეო საქმეთა მინისტრი ამჟამად გამოვიდა და ეს ჩვენი დამსახურება მოწინააღმდეგე ჯგუფი გამოვიდა და ეს მაგათ დამსახურება არ არის. ამ საკითხზე ჩვენ არ უნდა ვიკავათოთ. ისე იგი როცა საქართველოს სახელმწიფოს წარმატება აქვს, ეს წარმატება არის მთელი ქვეყნის და ეს წარმატება ჩვენ უნდა გავიზიაროთ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აი ამ წარმატებებში მაინც უნდა ერთხმიანობა, აი ჩვენი თანხმობა ხშირად ვიხსენებ ხოლმე მათ შორის თქვენთანაც ეთერში, როცა საქართველოს ნაკრები ევროპის შესარჩევ ტურში გამარჯვებული აღმოჩნდა და გადავდგით წინ ნაბიჯი, მთელი ქვეყანა გაერთიანდა. ეს არის მაგალითი იმის, რომ ქვეყანამ, რომელსაც უამრავი უფრო ფეხბურთზე უფრო დიდი პრობლემებიც აქვს. ამჯერად მოახერხა, რომ აი ამ შეკროლიყო იმ სიტუაციაში. აი ამ ვითარებით, ამ ნაბიჯით, წინ გადადგმული ნაბიჯით გაერთიანებულიყო და ამით გაეხარა. ესე იგი, აი ქვეყნის სიხარული რამდენი წელია ჩვენ წლებია. აი ესეთ სიხარული ჩვენ არ გვინახავს. მაგრამ ამიტომაც აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომაც დიდის პატივისცემით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რაც მას შეუძლია და ხშირად არ შეუძლია, მაგრამ უნდა ცდილობა შეეცადოს, რომ ყველაფერი გააკეთოს. თან ეს არის ახლა მე ბოდის ვიხდი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წევრებს არ ვასწავლი, მათ ეს კარგად იციან, ამ ორგანოს უპირველესი მოვალეობა. მაგრამ ბატონო ისე არ გამოვიდეს, რომ ამირან გულშემღეროდა და მთელი ბალი მითხარეთ, ეს არ გამოვიდა ბატონო. კი ბატონო, აი საქართველოს ხელისუფლებამ, პარლამენტმა და მთავრობამ მიიღეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც აქ აღდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის კანონიერი ნაწილის საქმიანობა და იმ ნორმატიულ აქტში ჩაწერილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიენიჭოს უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებულ ყველა მოლაპარაკებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მიერ არჩეული დელეგაციის თანხმობის გარეშე ბათილად ჩაითვალოს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება, შეთანხმება და განცხადება. ეს ახლა ქაღალდზე რაც არის გადატანილი,
ეს არის საკმარისია იმისთვის, რომ აქტიური მოქმედებები დაიწყო. კი ბატონო, აქ ახლა ერთ შემოფერხებელი გარემოებაა. ეს შემოფერხებელი გარემოებაა ის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამას ლეგიტიმური დაუძახოთ, თუ გინდათ არალეგიტიმური, აი ასეთ დოკუმენტებს ანგარიშს არ უწევს და ის ისეთ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რომლითაც კონსტიტუციასაც არღვევს და მათ შორის არღვევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უფლებებს. აი წერია რომ არც ერთ შეთანხმებას არც ერთ კონსტიტუციას დათელა ჩაითვალა. კი ბატონო, არ უნდა გაფორმდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ასე თქვა წარმომადგენლობის მონაწილეობის გარეშე. მე არ ვიცი, აი როცა საქართველოს მთავრობის დელეგაციები სხვა ქვეყნებში მებრძანდებიან, იქ რაღაც შეთანხმებებს აფორმებენ, მე არ ვიცი მაგალითი, როცა ამ შეთანხმებების მიღების პროცესში მონაწილეობენ აფხაზეთის სტრუქტურები. ბატონო ახლა არა, ესა ბატონო ეს სისუსტეა იმისა, ვისაც მონაწილეობა შეუზღუდეს და ამაზე პრეტენზია არ გამოთქვა, მაგრამ მე უპირველესად საქართველოს ხელისუფლებისგან ვითხოვ, რომ კაფეო პოზიცია დაიკავოს ამ თემაზე. კაფეო პოზიცია და ამ პროცესში მონაწილეობას ნუ შეუზღუდავს არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ამავე დროს კანონიერად შექმნილ აფხაზეთის მთავრობას. ეს რომ ასე არ არის, არათუ საზღვარს იქეთ, აი საქართველოში ჩვენ სახელმწიფოში ბოლო ხანებში ჩატარებულმა რეფორმებმა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში დაადასტურა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბოდიშვიხტი ამისათვის ამ ტერმინისთვის შეკრიჭა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფრჩები შეაჭრა. დიახ, და ესე სული და გული გამოაცალა. აფხაზ მე სწავლობდი ის უნივერსიტეტი დაამთავრე და ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ ერთი ამის უფლება არ ქონდა. აფხაზეთს ყავს თავისი არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, აფხაზეთს შექმნილი აქვს საკუთარი მთავრობა, აფხაზეთს აქვს განათლების სამინისტრო. აფხაზეთის განათლების მინისტრის გათავისუფლების უფლება არ აქვს საქართველოს განათლების მინისტრს. ის არის აფხაზეთის მთავრობის პრეროგატივა. რასაკვირველია, აფხაზეთის განათლების მინისტრი აფხაზეთის მთავრობის მიერ დანიშნული. ამიტომ, როცა საკითხები წყდება, ეს უნდა წყდებოდეს შეთანხმებულად და შეთანხმების მხარე უნდა იყოს აფხაზეთის სუბიექტი ეგ არის. აფხაზეთის რასაკვირველია, მე აბსოლუტურად გათანხმებით, აფხაზეთის ამ სტრუქტურებსაც უნდა ეაქტიურად. ამ სტრუქტურებსაც პასეურობა გაუმართლებელია მათი მხრიდან. ბატონო აზარ, ამ პასეურობა ჩვენ ვერ მივიღებთ. გასაგებია, მაგრამ მეც ამას ვამბობ, სხვანაირად. ესე იგი, აფხაზეთის სტრუქტურებს უნდა ეაქტიურად, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს უნდა განეხილა ეს საკითხი, აფხაზეთის უნივერსიტეტს უნდა მიემართა აფხაზეთის პარლამენტისთვის, აფხაზეთის მთავრობისთვის, რომ აი ამ საკითხზე დათანხმება არ შეიძლებოდა. ბატონო აზარ, თუნდაც პარალელურად კაცო აჭარესემ იმას დაუტოვეს ეს პრეროგატივა და ეს სტატუსი და ამათ ჩამოაჭრეს. ასე შევ რა, დიფერენცირებული ურთიერთობებია, იქ შეიძლება და აქ არ შეიძლება თუ პერიქით, ეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკა. აბსოლუტურად გეთანხმებით, მე მქონდა საშუალება ჩემ მშობლიურ უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი დევნილი უნივერსიტეტია. მე საუბრობ დღევანდელ ხელმძღვანელობასთან უნივერსიტეტისა და მე მათ შევთავაზე ასეთი სქემა, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტს ამ საკითხზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია და უსამართლოა და ამავე დროს უნივერსიტეტისთვის შეურაცხმყოფელია, როგორც ავტონომიური, ასე ვთქვათ, წარმონაქმნისთვის, მიემართა აფხაზეთის პარლამენტისთვის, რომ ეს საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტისთვის, რომ ეს საკითხი განიხილათ. ისიც კი შევთავაზე, რომ იქ არიან ძალიან ესეთი პატრიოტი, ჩვენი კოლეგები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრებიც, რომლებსაც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერეს ხელი და შევთავაზე რომ ნუგზარ მოლოდინ გალობლიშვილი და კი ბატონო, შევთავაზე რომ ამ პროცესში, მაგათა ურთიერთობის პროცესში ჩვენ ჩავერთვებოდით კოლეგები არიან და იქ მე არ ამგონია რომ ეს საკითხი დამდგარიყო საყოველთაო, ასე ვთქვათ, გასახილველად უმაღლეს საბჭოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე ებჭოდა მიიღოთ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ არც უნივერსიტეტი თემურ ჩილაჩავა განსაკუთრებული ადამიანი, თავდადებული
უმაღლესი მოქალაქეური და პროფესიონალური შეგნებით რამდენჯერ აქ გამოდის ხოლმე და ახლა ცოტა შეუძლოდარი, მაგრამ მინდა გავამხნევოთ, რომ ეს ეხმა კიდე მისწვდება და კიდე გაამხნევოს ჩვენს და თავისიანად. ბატონ თენგის, აი წარმოიდგინეთ, ახლა მე შევთავაზე ჩემს სამსახური, ჩვენ თანაკურსელები, რომლებიც 84 წელს დავამთავრეთ. უმაღლესი სასწავლებელი აფხაზეთის უნივერსიტეტი მზად ვართ რომ პროტესტი გამოვხატოთ როგორც ისინი გვეტყვიან აფხაზეთის უნივერსიტეტში თქვენ დაემორჩილებით რასაკვირველია და ამას აკეთებენ აი წინა წლებში კურსდამთავრებული სტუდენტები იკრიბებიან იქა რომლებიც დატოვეს დაამთავრეს უნივერსიტეტი აღარ მსახურობენ მაგრამ წესიერი მოქალაქეები არიან და უყვართ თავიანთი მშობლიური თანამედროვეულად კანონმორჩილებიც, ოღონდ კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კონსტიტუციიდან გავა, იმაზე დამორჩილება დანაშაულია. ხაზგასმით უნდა. ხეს მაგალითი მოვიყვანეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების. ლეგიტიმური ხელისუფლებისადმი. ახლა აი ზოგ ლაკონოვი სამწუხაროდ საქართველოს მართლ ძალას გააზრებული არ აქვს რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არის სახელმწიფო საქართველოს სახელმწიფოში. წარმონაკლისი სახელმწიფოში ფაქტია. ბატონო ეს არის სახელმწიფო რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავრობა ყავს, რომელსაც არჩეული პარლამენტი ყავს და შესაბამისი სტრუქტურები, რაც სახელმწიფოებრიობის ასე ვთქვათ ყველა ნიშნის მატარებელი არა. აი ამის უგულებელყოფა არის დანაშაული. ამიტომ ჩვენი ეს მიმართვა ბატონო აზორ მეგონი ძალიან დროულია, ჩვენ არ ველაპარაკებით მენტალური ტონით, პირიქით კოლეგიალური პარტნიორული, ოღონდ ის ახლა რაღაც გაუგებარი პოზიციები, რომლებიც დღემდე ქონდა, ეს უნდა გადაილახოს და კონსტრუქციულად და შემოქმედებითად უნდა მიადგენ თავიანთი იქ იმ რეგიონიდან გამოძევების მიზეზები უნდა დაადგინონ და ამ მიმართულებით უნდა გაიღონ ყველაფერი. ეს არის მაგათი მოქალაქეური გმირობა. ერთს დავამატებ, რაც შეიძლება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, საქმიანობაში აფხაზეთის საკითხის გააქტიურებას ეს არის სასაცილოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლ ძალას, რომ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმის დროს, სადაც ისინი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, აუდიტორიასთან საუბრობენ, აფხაზეთის წარმომადგენლების, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების სათანადოდ იყვნენ ჩართულები. იგივეს გავიმეორებდი აჭარის მიმართ. ბატონო, გასაგებია. ახლა მე რო მოვულოდა გადავედეთ უკვე სხვა თემათურე დრო მერბის. ახლა ის რო ახლა ყველამ ძალიან კარგად ვიცით ბატონო აზორ, ახლა რუსეთის მხრიდან ჯერ ამათ ხო იმის იმედი ჰქონდათ დღევანდელ ხელისუფლებას და ფაქტო რეჟიმს, რომ კონფედერაციის იმებით მოდელით იქნებოდა ეს მოგვარებული და გაიჭიმულოდა ასე ვთქვათ პროცესი და კონფედერაციაზე ესენი წამოსვლელები იყვნენ. მაგრამ შემდგომ იქ ზახაროვას და მსგავსი ადამიანების და ლავროვის ეს ოფიციალურად განცხადდა. იმას კი არ ვლაპარაკობ. ჩემი და თქვენ რაღაც წარმოსახვებს და იმპროვიზაციას. პირდაპირ უთხრეს, რომ კონფედერაცია არ არის საკმარისი, თქვენ უნდა გადახვიდეთ აღიარებას, აღიარება ახლა უკვე ფაქტიურად უკვე აბსოლუტური ელეგიტიმაცია რო იქნებოდა ეს დღევანდელ რეჟიმმაც იცის, როგორც ასეთი და ამაზე ჯერჯერობით თავი შეიკავა ეს. ამიტომ აქ ამ თვალსაზრისით აფხაზეთის უზენაესათვის დიდი როლი ენიჭება. თქვენ გაგიდგებათ სერიოზული ძალები, ეს გამოიწვევს ახალ კონსოლიდირებას და ამ თარობას ოდნავ გონება თუ შერჩა და რაღაც სუვერენიტეტის ნაპერწკალი მაინც ყველანაირად ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს და თავისებურად ხელიც უნდა დაიბანოს, ასე ვთქვათ, ამ პროცესზე და აფხაზეთის უზენაესათვის გადააწყვეტინოს ეს საკითხი და დრო მოიგოს ამ თვალსაზრისით. აი აქტიურობას აქტიურობას რომ შედეგი მოყვება აი ამის მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც გააუქმეს მინისტრმა განცხადება გააკეთა ყველამ, ვისაც კი განცხადების გაკეთება ამ საკითხზე შეეძლო რამდენჯერმე, რომ ეს გუნდის გადაწყვეტილია და ტექნიკური უნივერსიტეტმა გააუქმეს, მაგრამ როცა უნივერსიტეტმა იაქტიურა, შედეგს დაიხიეს. ხო, შედეგს მიაღწია და ამიტომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გააქტიურებაც, აფხაზეთის მთავრობის გააქტიურებაც და უპირველესად აფხაზეთის უნივერსიტეტის გააქტიურებაც ამ მიმართულებით შედეგის მომტანი იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ხა ურთიერთობა გვაქვს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან, საქართველოს მოქალაქეებთანაც და ისინი აი ამას მხარს დაუჭერენ. კარგით.
ანუ კიდევ ერთხელ მივმართავთ აქ ეს სტუდია არა მარტო ეს ჩვენ ახალგაზრდებთანაც ჰქონდა კონსულტაციები, მოიწონა ბევრმა ეს იდეები, როგორცაც განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმის და ორიენტაციის ადამიანებმა და კიდევ ვიმეორებ ეს ახალი თანხმობის მყარ-საფუძველს გამოიწვევს. თუ თქვენ გადადგათ ნაბიჯს თუ ახლა მდუმარე რეჟიმში კიდე როგორც აქამდე იყავით, ეს ახლა თვითონ თქვენმე შემოგიტრიალდება ცუდად. მე არ მინდა ეს, არ მემეტებით ამისთვის. პირდაპირ პერსონალურად ყველას კარგად გიცნობ, ძალიან ახლოს ყველას. ამიტომ გადავდგოთ ეს ნაბიჯი. ეს არ არის არავისი დივიდენდები და რაღაც ამდაგვარი ეს. ბოტოთეგის ბოდიში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არიან დეპუტატები, რომლებიც იბრძოდნენ. როგორ არა, თვალწინ იბრძოდნენ, მეომრები, ესელით აგრაში და იქიდან მახსოვს, იქ ვიყავი და ჩემ თვალწინ იყო და დაცემა და მოლაპარაკებები და აფხაზეთის გადარჩენა და მთელი ისინი მახსოვს. კარგით. ახლა გადავიდეთ, ასე ვთქვათ, ისეთ თემაზე, ეს თემა მოგახსენებათ ბატონ ვაზორ, ჩვენ ორი კვირის წინ ვიმეორებ მერაბ პოსტავას მუზეუმში იქ სადაც დაიბადა, აღიზარდა და დაიწყო მღელვარე პროცესები შემდგომ უკვე. და რუსთაველის ძეგლის მიდამოებში. რუსთაველის ძეგლის ახლომახოს 100 მეტრიც არ არის და დაგნათებს ის თავისი დიადი ხედვით და ადგილი და ვინახა რუსთაველის და მერაბ პოსტავას წინააღმდეგ ვინ წავა მისი ადგილი ისტორიაში სადაც არის მე მგონი ახლა პრიმიტიული ადამიანებიც კი მიხვდებიან ამას და ამიტომ ეს დამანგრეველი პროცესები რაც სამწუხაროდ ვერ შევაჩერეთ შეიძლება ითქვას ბატონო ვაზო ჩვენი განცხადება გამოსვლები ტელევი 2 თვეზე მეტია ეს თემა არ ჩამოსულა ამ სტუდიიდან რა მაგრამ რაღაც ეს დამანგრეველი პროცესები დესუვერენიზაციის ქვეყნის ანტიკონსტიტუციური პირდაპირ ღალატის ტოლფასი ასეთ კვებებები, როდესაც მიწაწყალი იყიდება განუკითხავად, რომელიც ეკოლოგიური, დემოგრაფიული, სამართლებრივი, მომავლის კუთხიდან ყველაფერი ამ ფასეულობების იგნორირება ხდება და ამას ეწერება რაღაც ერთი რაღაც ჯგუფის რაღაც ბანდიტური წარმონაქმნს, ასე შეიძლება ითქვას, სხვა ამას არ ქვია. როდესაც რაღაც უზურპირებული გაქვს რაღაც ასე ვთქვათ უფლება და არანაირი მოვალეობა და ვალდებულება არ გაგაჩნია როგორც ასეთი. აი ამ თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა მე რაღაც იმედი მქონდა რომ ეს საკრებულოში რა სტარდება რუსთავის თბილისის საგემი წანესის ამაზე დაფიქრდებოდნენ იმიტომ რომ ისტორიას და ღმერთს თვალი ხო უნდა გაუსწორო კაცო დაუშვათ პოლიტიკოსები არ მოგწონს გასაგებია ინსტიტუტები არ მოგწონს გასაგებია როგორც მაგრამ ახლა წახვიდე ამ დიდი ფასეულობის და სუბსტანციის წინააღმდეგ ახლა თავზე ხელახებული არამზადა უნდა იყო რა აი სხვა რაღაცა არ ქვია ახლა ამას ამიტომ აქ კიდევ ვიმეორებ ჯერ კიდე გონს უნდა მოვიდნენ ჯერ კიდევ არის დრო შეაჩერონ ეს პროცესი გადავიდნენ განხილვის ასე ვთქვათ რეჟიმში აუკრძალონ ამ თემის განხილვა მით უმეტეს ბატონ ვაზორ უნდა ეთქვას რომ კარგი ნაბიჯებიც იდგმება შეინიშნება ნიშნები რაში ხედულობაში რა განძრია ხელი და ღმერთი გიშველისო ხო თქმულა და იქ წანესის ტყეპარში უნიკალური ადგილი მართლა რა ვინც არ ყოფილა აბრძანდით და ნახეთ თქვენი შვილების ადგილია და თქვენი სამკვიდრო არის და იქ აპირებენ ამის და იქ აღმოჩნდა ასე ვთქვათ ეკლესიის ნანგრევი კი არა რაღაც წარმონაქმნი რომელიც დროთა განმავლობაში კი დაიგრა მაგრამ მისი ფესვები მისი საძირკველი მისი ადგილი მადლი ყველაფერი იქვე არის და მიაგნო ეს ისეთი მამულიშვილმა ძირითადად ახალგაზრდა თაობამ ბატონი თემური არის ეს განზღანელი რომელმაც თანხმობისკენ მოუწოდა ეკლესიასაც, ერსაც, ბერსაც, საზოგადოებას, აქ პოლიტიზერება ამ თემში არ არის. ყველაზე დიდი პოლიტიკა ეს არის და ამ პოლიტიკას ყველა უნდა დაემორჩილოს. ეს პოლიტიკაზე მაღლა მდგომი თემა არის. რაც სულიერებას მარადიული თემა, მიწაწყალი, სულიერება მარადიული თემებია. ხელისუფლება წარმავალია, მინდა აგიხსნათ ეს თქვენ. ის კეისარია, ეს ღვთისარი. განსხვავება ძალიან დიდია და თქვენ სად გეხართ, თქვენ თვითონ გაარკვიეთ. და ყველას გასარკვევი აქვს სხვათა შორის, ხო? და აი დიდი ის მოხდა დასუფთავება, იქ რაღაც საუდაულო წარმომადგენლების ასე ვთქვათ მივიდნენ და დაიწყო ერის კონსოლიდაცია და რაღაც ფონდით შეიქმნა, რომელიც ამ ფონდს
უხელმძღვანელებს გამჭირვალედ ყოველგვარი ბიზნეს ინტერესების და მოტივაციის ხელისუფლებისგან განსხვავებით და ამიტომ ეს ხარდასაჭერი იდეა არის და მე ასევე არ შეიძლება ყოველთვის არ გავახსენო ჩვენ საზოგადოებას სხვათა შორის უზენაეს აპოსტოლია და 1000 მადლობა მას მარტო ამ საქმისთვის და ამავდროულად მინდა გამოთქვა იმედი რომ ეს ერთჯერადი აქტი არ იქნება ერთჯერადი აქტი სულიერი ცოტა რთულად გასაგებია რაღაც დაბალ საფეხურზე შეიძლება ერთჯერადი აქტი და როდესაც მარადიულ თემებზე იმას აუცილებლად გაგრძელება უნდა კონდეს სხვადასხვა შენაკადები და იგივე ამ არქიტექტურის მიერ რომელმაც ეს იდეა დააყენა მე მგონი მეთანხმებით ხო და იქ ამ ადამიანმა კონკრეტულად ასე ვთქვათ ადამიანი უზენაესი საბჭოს წევრი დელი არჩილ მინდიაშვილი ამოვიდა და თქვა რომ ეს არის დანაშაული საიტზე სოციალური მივებში დადომა რამდენჯერმე უდიდესი მადლობა მას ესეთი ხედვებისათვის თუნდაც მარტო ეს რო გაეკეთებინა გამოთქვა მოსაზრება რომ ეს არის მარტო დანაშაულია პოლიტიკური და ვიწრო ასე ვთქვათ არეალში არის მოქცეული ეს გადაწყვეტილება არაბიზაცია და ხედვა არამედ ეს არის დანაშაული ღვთისწინას რამე თუ ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა არის საქართველო ეს არის ასევე მისტიური დანაშაული ამიტომ როდესაც ამ თემაზე არის ლაპარაკი როდესაც ამხელა სიმართლეს და ამხელა იმას კაცი აყენებს ამას თვალი უნდა გაუსწოროთ კაცო ჩვენ მოგწონს თუ არა კიდევ ვიმეორებ ეს კეისარზე მაღლა დგას ვინც კეისარს ღმერთზე მაღლა დააყენეს მისი ადგილი სადაც არის მე მგონი გასაგებია მაშინ თქვით ეს ღიად მაშინ ეს როგორც სამღვდელო პირებსაც ეხება ასევე მოქალაქეებს და ნებისმიერ მე თქვენს და ნებისმიერს თქვით აგერ ეს სტუდია იქნებ ჩვენ ვწდებით ბატონო აზარ ხო არა მგონია რომ ვწდებოდეთ მაგრამ ყველა პირობაა შექმნილი ამისეს რომ ინტელექტუალურად სულიერად არადიული თემებიდან თანხმობიდან ყოველგვარი სათნოებიდან რომ ეს თემები იქნას გადაწყვეტილი როგორც ეს თემა ითხოვს ამის განხილვას და ამიტომ ასევე სრულ არის წარმოადგენლობის სინოდის და მათი პოზიცია ძალიან მაინტერესებს მე ეს არ უნდა იყოს ერთი კაცის ასე ვთქვათ მონაპოვარი ინტელექტუალური თუ გაცხადება თუ პოზიცია თქვენ ხართ მღვდელმთავრები წემსნი როგორც ასეთი და ფარას თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ ქრისტეს სიტყვით რაც თავარია არა მარტო სიტყვით არამედ ცხოვრების წესით რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ვერ გავიგეთ თქვენი პოზიცია აქამდე ძალიან უმორჩილესად გთხოვდით ჩვენ არანაირი პრეტენზიები არანაირი მენტორული ტონით არ გვილაპარაკია პირიქით გთხოვთ რომ თქვენი პოზიცია გამოხატეთ ამ თემასთან ეს ეხება უმაღლეს პირებს და თვითონ იმ კოჰორტას რომელიც წარმოადგენენ მეუფეების და შესული ასე ვთქვათ ადამიანები ელემენტარულად ჩვენ მართლა გვაინტერესებს ჩვენთვის კი გვაქვს გადაწყვეტილი მე სოფხედელოვი ისე როგორც თქვენ ისევე ყველა მოწესრიგებული ადამიანი ვალდებული ამ პრობლემას უპასუხოს თავის შიგნით სოფხედელობით იდეალით ცხოვრების წესით სტილით და ასე შემდეგ ეგ არის მთავარი და აი ამ თვალსაზრისით ხო ჩვენი მდგომარეობა საკმაოდ რთულია და კიდევ ერთხელ გთხოვთ დუმილის რეჟიმიდან გთხოვთ რომ გამოხვიდეთ როგორც ასეთი დუმილი ოქრო ყოველთვის არ არის ზოგჯერ თქმაზობს არათმასა ზოგჯერ თქმითად დაშავდებით მაგრამ ამ შემთხვევაში პოზიცია უნდა იყოს გამჭირვალე ძალიან და ეს არ უნდა იყოს რაღაც როგორც ამბობენ რაღაც ფარდის უკან რაღაც საიდუმლო გარიგებების და რაღაცების ასე ვთქვათ ამსახველი რაღაც ფრაგმენტები რომელიც გასაიდუმლოა გასაიდუმლო არაფერი არ უნდა იყოს მით უმეტეს როდესაც ამ ტერიტორიას ამ იმას ეხება და კონსტიტუციას და ასე შემდეგ მინდა თქვენ განაგზავნოთ ეს პოზიცია ესე დააფიქსიროთ იმიტომ კიდე ერთი თემა გვაქვს თქოთ მოკლედ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ გვინდა ჩვენ შეთანხმება და ამ ინიციატივას ასევე როგორ უნდა დაუდგეს საზოგადოება და რა უნდა მოვიმოქმედოთ საბადო თემის მადლობა ახლა ჩვენთან მიწის შეძენა ქონების შეძენა საქართველოს კონსტიტუციით შეუძლია უცხოეთის მოქალაქესაც მაგრამ იქ გარკვეული პირობები ამჯერად
ეს რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ საზღვარს გაცდა საქართველოს თავრობის ინიციატივით და ის ამას არც მალავს საქართველოში იქმნება უცხო ტომელებით დასახლებული უცხო ტომელების დასახლებები. ეს არ არის მაგათმა პრეზიდენტმაც განაცხადა საამშობლო კომპანიის იმ არაბმა, რომელმაც თქვა, რომ ეს არაბული ძირითადად მათ შორის იმედის ტელევიზიაში. ეს არის რომელსაც ასაიდუმლეობენ ბატონოაძე ყველაზე დანაშაულებრივი ეს არის დასახლება. დიახ. მოგეხსენება კომპაქტური თან. კომპაქტური დასახლება, სადაც ეთნიკური ნიშნით ის ქვეყანა, რომელიც აქ ასე ბჭყალებში ინვესტორია, ქმნის დასახლებას ეთნიკური ნიშნით და ჩვენ ამის მაგალითი გვქონდა ისტორიაში. აქ არაბობის შედეგად არაბობის შემდეგ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იყო თბილისის საამირო. დიახ, 3 საუკუნე. ამირა არაბი მოხელე იყო, თავიდან არაბი იყო, მე არაბთა ხალიფას არ ემორჩილებოდა, მაგრამ სახალიფო საამირო შენარჩუნდა და დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილისი ამირას ძალაუფლებისგან და დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ახლა ჩვენ სახელმწიფოში ისედაც ასე ვთქვათ შიდა ტერიტორიული და ეთნიკური ვარქმევთ, მაგრამ მაინც ეთნიკურ სახელს ღებულობს ეს აი ამ პრობლემებით დამძიმებულმა ქვეყანამ კიდევ ახალი პრობლემები არ უნდა შექმნას. მით უმეტეს, როცა ამის აუცილებლობას ასაბუთებენ მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ინვესტიციები. თან პირდაპირ ამბობს ბატონო რაზო, სახელი მაინც დაარქვას იმას. გაყიდვას კი არ არქვეს, იმიტომ რომ რატო არქვეს იმას ინვესტიციას არქვეს, იმიტომ რომ გაყიდვა მოსახლეობის მენტალიტეტზე დამრთგუნველად მოქმედებს. და ჩაანაცვლა და სინამდვილეში გაყიდვა. ახლა ეს ეფემიზმია, როცა რაღაცას არ ამბობ, ვერ ამბობ, რაღაცით ფუთავდა. ფუთავ რა, უნიჭოთ და თან ეს შეფუთვა არ გამოდგება, როცა დასახლებას ქმნი, როგორ ვთქვათ, რაღაც ვადის შემდეგ იქ ვინ ცხოვრობს, იმ ჯგუფებს, ადამიანთა ჯგუფებს სხვა კანონით და სხვა რეგულირებით რამეს აიძულებს, და სახტება. მით უმეტეს, როცა ამას ხელისუფლება უჭერს მხარს და უჭერს ძალიან, ასე ვთქვათ, დაბეჯითებით, ეს ჩვენ სახელმწიფოს პრობლემებს შეუქმნის მომავალში. ის რომ დაბეჯითებით უჭერს ამას მხარს, ხელისუფლება ამას ჩემთვის აი ასე ვთქვათ აშკარაებს ის რომ თავრობის თავმჯდომარე გამოვიდა და თქვა რომ მაგათ რაღაც შენობა აშენოსო იქო შენობაშიო აი როგორც მაკლერი როა ბინის ყიდვა გაყიდვაში რომ მონაწილეობს სტატისტიკური მონაცემები ქონდა რამდენმა არაბმა შეიძინა რამდენმა ვიღაცამ და ამას საზოგადოებას ამცნობდა რომ სახიფათო არ არის. ხა მე ძალიან შემწვა. უპასუხისმგებლო განცხადება. მე ძალიან შემწვა იმისა რომ ჩემს ქვეყანას ასეთი ადამიანები მართავენ. ხა სირცხვილი არის კანონით არის ჯება, მაგრამ ვისაც შეიძლება ვიღაცას არ ცხენოდეს, მაგრამ მე ადამიანურად შემწვა. ახლა რაც შეეხება რა უნდა გაკეთდეს. მე ხშირად ბატონოაც ძალიან მოკლედ სამეთემაც უნდა მოვუწიო. დიდი დრო არა. ჩვენთან აი იმ ჯგუფს რომელიც შემოდის ინვესტორით სახელით და რაღაცას აკეთებს და თითქოს ასე ვთქვათ სახელმწიფოს ფეხზე დააკენებს ფინანსურად, აი ამ ჯგუფს გადაეცა რუსთაველის კინოთეატრის შენობა. იქ რო გამოვიარე ბოლო სიუჟეტი იყო, ესე ფილმის ბოლო, იმ ფილმის რეკლამა იყო, რომელიც ბოლოს აჩვენეს ამ კინოთეატრში. და ერთ კოლეგა მუზეუმელი იქვე მთავარი სახელმწიფო მუზეუმია, იმ მუზეუმის თანამშრომლს უთხარი გადაიღეთ ეს მეთქი რეკლამა. და ამავე დროს თუ დაისმება საკითხი, კარგი იქნებოდა იქ საქართველოს მთავარ ქუჩაზე, რუსთაველის კინოთეატრში, რომელსაც ეს სააკაშვილის დროს მოხდა. არა, ახლა არაბებმა რო ეს არაბი ინვესტორების რეზიდენცია, ოფისი არის რუსთაველის კინოთეატრის შენობაში. და
ის კინოთეატრი, სადაც ათასობით ადამიანს ახალგაზრდობა გაუყარებია. კი ბატონო, უსია მოვლია კულტუროლოგიური ისტორიის ცენტრი. იქ შეიძლება ყოფილიყო ქართული კინოს მუზეუმი, ცენტრი. და იქ ჩვენებები შეიძლება ვთქვათ, გინდა ნახო მუნჯი ფილმი. იყო ასეთი ისტორია, ასეთი პერიოდი ჩვენი კინოს ისტორიაში. ჩვენი უნიკალური კინემატოგრაფიული ნიმუშები შეგიძლია ნახო, იქ შეიძლება ჩატარდეს ღონისძიებები, ქუჩასაც უხდება, იმ მიდამოსაც უხდება და ბატონოაზოს დრო არ აქვს, დაამოკლეთ. ამიტომაც ქართულმა საზოგადოებამ უფრო აქტიურად უნდა ამოიღოს ხმა ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეს ნაბიჯი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის იქნება პრობლემა. ახლაც არის პრობლემა, მაგრამ ეს პრობლემა უფრო გამოჩნდება. ჩვენ რომ ავტონომიური წარმონაქმნის შიდა ქართლში შეგვექმნა, შეგვექმნა არა იმიტომ რომ არ ვიცოდით რა მოხდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ მიწები დავთმეთ. იქ ცხოვრებმა ბატონყობის გაუქმების შემდეგ იქ ცხოვრებმა ქართველმა თავადიშვილებმა ეს ტერიტორიები დატოვეს. ქალაქში გადმოვიდნენ და ტერიტორიას უცხოტომელი დაესაკუთრა და როცა უცხო ადამიანი ცხოვრობს იქ, პატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენ. ბატონო, დიდი ალბათობაა რომ იგივე ტერიტორიაზე მოსახლეობა პრობლემები შექმნა. ამიტომ ასევე მე მინდა თქვენი პოზიცია ამაზე დააფიქსირო და მეც დღეს მეც ქართულმა საზოგადოებამ ამაზე უფრო მკვეთრი და უფრო რასაკვირველია და საქართველოს ხელისუფლებაც, საქართველოს მართველი ძალაც უნდა დაფიქსდეს, რომ ისეთი ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დღესაც და მომავალშიც პრობლემებს შეუქმნის. ჩვენი ისტორია გვაჩვენებს. ის მეფეები, ის მთავრები, ის მმართველები, რომლებმაც უგუნური ნაბიჯები გადადგეს, ისტორიამ გაასამართლა. ისტორიას მე-14 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ამბობდა, მატიანე განარჩევს კეთილს და ბოროტსო. რა ავიქნა და რა დაგიქნა. საჯული ისტორია და ძალიან მოკლე ხანდა. სერგო ორჯონიკიძეს ისტორია მაინც არ გაცნობ, კაცო. ვის თავრობაში ხარ? ხადაგიშვილს და განსაკუთრებით შარმანაშვილს და კაი ბიძინამ არაფერი არ იცის გავიგე, მაგრამ ამათმა მაინც ხო იცია რა ბედი ეწია. ორჯონიკიძეს ხო თავიანთი თვალით ნახეთ და რევოლუციონერებს და რა ქვია კიდე მაგათ შულავერის კომიტეტის შთამომავლობა. ამიტომაც გვეშინოდეს ისტორიის სამსჯავროსი. ერთსაც და ბერსაც უნდა ეხებოდეს. ერთსაც ვიტყვი ამ თემაზე, მადლობთ ძალიან კომპაქტურად და სწორედ შეაფასეთ როგორც ყოველთვის. ასევე სირიის ვახსენეთ ბატონოაზო და ახლა სირიაში გახსოვთ სულ ახლა ხო სირიასთან უნდა ვეწადოთ ხო ეს უკან რო წაიღოს ეს პირველ ნახევარში ხო ვილაპარაკეთ ხო არ აღიარებს ასევე იმ სირიაში თუ გახსოვთ სანამ ეს ხელისუფლება მოვიდოდა იგლი ისლამური სახელმწიფო რო დაფუძნდა ცოტა ხნით ხო გახსოვთ რაღაც არაადამიანური რეჟიმი რო იყო რომ ამოწყვიტა ველანი და რაღაც ასადეს მხარე და რავი რა არ მოხდა იქა ხო ერთ-ერთი პირველი რაც მაგათმა გამოაცხადეს ისლამურ სახელმწიფო ეს იყო ის რომ თბილისი შედის ასე ვთქვათ ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში და ჩვენ ისტორიული სამართლიანობა აღვადგინეთ ბიჭო მე თქვენი მასა მოდი შევთანხმდით აი ამ სახალიფოს ტერიტორიას ვაფართოვებთ ახლა მაგას ვამბობ სწორედ აბა რა ვთქვი ეგ ანუ თქვენ ვერ ხედავთ ახლა რა შარში შეგიძლიათ ქვეყანა გახლავთო თქვენ რო არ იქნებით თქვენ ხვალე არ იქნებით გასაგებია ბიჭო რა სერჩით ამ ხალხს თქვენივე შვილებს ახალგაზრდობას მომავალ ისინი ხო ამ პრობლემის წინაშე დადგებიან ის რა ახლა არ წამოაყენეს და დიდი მოთამაშეები ბატონო აზორ ხო შეგემშნევიათ ეს ამერიკელები ხან იმას ელაპარაკებიან ხან იმას ხან 1000 ისინი იყვნენ ხო წარმონაქმნები ავღანეთში ხო გახსოვთ გუშინ ბანდიტები იყვნენ მეორე დღეს ელაპარაკებოდნენ იმ ბანდიტს მე დიდი მოთამაშეები ჩვენ ხაზე რო გაურიგდნენ ეს არ არის შესაძლებელი ყველა სახელმწიფო ესეთი არასერიოზულები როგორ ახართ მართლა მიკვეს რა თქვენი რა ყველა სახელმწიფო მოქმედებს ბატონო თავისი ინტერესების პრაგმატული ამოცანების და გონს მოეგე და კიდე ერთხელ მივმართავ ამ აფხაზეთის უზენაეს საბჭოს და სხვა წარმონაქმნს რომ ამ სინამდვილეს თვალი გაუსწორეთ თქვენ უნდა იმოქმედოთ გაბედულად, რაციონალურად და ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და აყვებათ ხალხი და თქვენ მხარეზე დადგება. ახლა ბოლოს მინდა მაინც ბოლოსკენ წავედით ბატონო აზორ და ესეც უნდა შევეხოთ ეს არჩევნების თემა კიდე ერთხელ გამოვიდა თქვენ კარგად გახსოვთ რომ
ჩვენ ეს თემაც უნდა ვთქვა რა ვერ დავასრულე კარგად. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რამე თუ ეს თელმა ევროპამ აღიარებულ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება ითვლება უკვე არალეგიტიმურად, ბუნებრივია. თან ამას ერთვის ბატონუაზო უზენაეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად უმოწყალოდ, უკანონოდ, არასამართლებრივად გაყიდული მიწა-წყლის ანულირება უნდა მოხდეს სამართლებრივად. ეს არის ამიტომ მთელი იურიდიული ფაქტი თქვენს წინააღმდეგ არის, ასე ვთქვათ, მიმართული. საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებების შექმნა, რომელმაც შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნას დაუშვებელია. ითვლება არალეგიტიმურად. ეს და დანაშაულებრივად. ახლა ისევე იქნიდა რომ დავამთავროთ რა. ისევე არჩევნებში და მიმართებაში უზენაესმა საბჭომ წევრებმა ბატონიაზე რამდენჯერმე ერთი წელია თითქმის წამოაყენეთ, რომ მიეცეს ასე ვთქვათ უზენაეს საბჭოს ისე როგორც 90 წლის იმაში ბატონი გივი გუმბარიძე რო იყო კაკების გენერალი, სხვათა მასთან დიალოგში ხელისუფლებასთან კი გახსოვთ ურთიერთობაში მოხდა ახალი საარჩევნო კანონის და ადმინისტრაციის სამართლებრივ საწესებზე ამის დაფუძნება, ხომ? და რომლის შედეგად წაგებულმა მხარემ კომუნისტურმა აღიარა ეროვნული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გამარჯვება, მისცა ლეგიტიმაცია მას და მოხდა, ასე ვთქვათ, აი ამ სამართლებრივ კალაპოტში ჩაყენება. მსგავსი პრობლემის წინაშე თქვენ ხარდრევანდელი ხელისუფლება, ანუ უკრაინაში მიმდინარე პროცესები და სხვა პროცესები, ასე ვთქვათ, იძლევა მაინც იმის შანსს, რომ თქვენ კიდე გააქვთ იმის შანსი, ჯერ კიდევ გააქვთ იმის შანსი, რომ ეს სამართლებრივ რელსებზე გადაიყვანოთ, მით უმეტეს არც ერთი ინსტიტუტი თქვენ არ გაღიარებთ, არც ერთი. ხო ელემენტარია, ხა ჩინეთი და რუსეთი და ეს არ ითვლება ბუნებრივია, ხო? ამიტომ ამ უზენაეს საბჭოსთან ერთად ხელისუფლების თანამონაწილეობის სამართლებრივ საწესებზე ბატონი კოტე კემულარია გახსოვთ რამდენჯერმე ყავდა აქა, შემდგომ ეს კავშირი გაწდა, იმედია ბატონი კოტე ისევ აღადგენს ამ ურთიერთობას და ეს პაუზა რომელიც მას აქვს აღებული გადაილახება როგორც თვითონ საჯარო ჩათვლის და ეს ყველაფერი იურიდიულ ასე ვთქვათ ფორმაში ასე ვთქვათ მოექცევა. ჩვენ ამისთვის ზადავართ, მით უმეტეს იქ პოლიტიკური პარტიები ბატონი ყიფიანი, შემდგომ ელენე ხოშტარიაც კარგად გამოეხმაურა ცეხიდან ასე ვთქვათ ამ პროცესს. ოღონდ ამას გაღრმავება ჭირდება, ამას დიალოგი ჭირდება, ამას ერთიანი ფრონტი ჭირდება, როგორც ასეთი და ამის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ასევე კონგრესში და ეს გლობალური პროცესები გამოიწვევს სინქრონულად წარმატების გარანტს. საგარეო ფაქტორების გარეშეც, იკითხება რა. ხო, საგარეო ფაქტორების გარეშეც საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ წინა საარჩევნო ვითარება იყოს ისეთი, რომ ყველა პოლიტიკური მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა ამას ეთანხმებოდეს და ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს. ის რაც 80-იანი წლების დამლევს კომუნისტურმა ხელისუფლებამ 90-იანის და მშვიდობიანად გადააბარეს, მოახერხა, ეს უნდა მოახერხოს საქართველოს ხელისუფლებამაც დღეს. ჩვენი სახელმწიფო არ არის მონარქია, ეს არის სახალხო სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ხალხის არჩევანს. ამიტომაც ხალხის არჩევანი უნდა იყოს სამართლიანი. ხალხსაც გამჭირვალე კანონიერი და სამართლიანი. დიდი მადლობა ბატონო აზორ, ამ თემებზე კიდე იქნება დისკუსიები, იქნება შეხვედრები და ეს კარები ეს სტუდია ხიარი ყვართვის აბსოლუტურად. ოღონდ ფუნდამენტალური პრინციპები სამართლიანი ყველასთვის მისაღები იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრა ვერ შედგება. თუმცა თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად ეს სტუდია ყოველთვის ზად არის. მადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.